არაბეთი მე-12 საუკუნე, ეპოქა, როდესაც რაინდობა და პატიოსნობა კანონზე მაღლა იდგა. 1178 წელი. ამ მიწებს როსტევანი ფლობდა, მეფე, რომელიც საკუთარ ხალხს მამასავით უყვარდა. მტერს კი მისი სახელის გაგონებაზეც კი შიშის გრძნობა ეუფლებოდა. დაბერდა მეფე და გადაწყვიტა საკუთარი ასულის, ულამაზესი თინათინის გამეფება. მოგიხდათ გუშინდელი გართობა, მაგრამ დღეს თქვენთან მაქვს საუბარი, ფეხზე ადექით. ყველაფერსა აქვს დასასრული. როცა ვარდიჩკენება მის ნაცვლად ბაღნარს სხვა, უფრო ნორჩი ყვავილის ჭირდება, რომ სილამაზე არ დაიგარგოს. ხედავთ მზე როგორი ხრება დასავლეთისკენ. ასია ჩემი სიბერეც, უგრძნობ რომ სინათლეს ნელ-ნელა ჩრდილი ებარება. მინდა ჩემ სიცოცხლეში ვეტავსვა ტახტზე ჩემი ერთადერთი ასული თინათინი. დიდო მეფეო, რად ბრძანებთ სიბერეს? ჯერ ადრეა სამეფო ტახტის დათმობაზე ფიქრი. ჯერ თქვენი გონიერება ისევ გუჭირდება. სიბერე ჭირზე უარესი ჭირი ყოფილა. ხვალ რა იქნება არავინ იცის. თინათინი კი უკვე მზე სავით ავსებს საქაურობას. თუცა ქალია, ხელმწიფედ მადღვრთისა დანაბადია. არ გათნევ იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს ვლადია. შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრგანა ცხადია. ლეკვი ლომისა სწორია, ზუიყოს თუნდა ხვადია. ავთანდილ გესმის ეს ხმაური. სასახლე ფუტკრის სკასავით აფუსფუსდა. ამბავი მოვიდა, მეფემ ვეზირნი იხმო. ხვალიდან არაბეთისთვის ახალი მზე ამოვა. თინათინის გამეფება გადაწყდა. თინათინი? არაბეთს მსგავსი მშვენიერი ხელმწიფე არადროს ყოლია. მეც ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, ჩემო შერმადინ. ბრძენი მეფე გყავს. იცის, როდის უნდა დაუთმოს გზა ახალ თაობას. მშვენიერება სასახლეს ვერ დაიცავს, ჩემო ავთანდილ. თუმცა თინათინის შემთხვევაში ეს მართლაც განგების ნებაა. ბოლო დროს ვხედავ აბჯარზე მეტად ფიქრები დაგიმძიმდა. დიდი პასუხისმგებლობა გადევს. ვინც არ უნდა იზრდეს ტახტზე, მე მისი ერთგული ვარ. ჩემი ხმალიც მუდამ მისი ბრძანების მოლოდინში იქნება. სხვა არაფერია ჩემ ფიქრებში. ხვალ მთელი ჯარი შენ შემოგყურებს. ამირ სპასალარის შვილი მე კი არა, შენ ხარ. შენ სიტყვას და გამოხედვას სხვა ძალა აქვს. ისეთი თავმდაბალი სახით დავდიხარ, თითქოს რიგითი მშვილდოსანი იყო. მამა ჩემი შვილობა მხოლოდ მავალდებულებს შერმადინი. სხვებზე მეტი უფლება არც მე მაქვს და არც შენ. ხვალიდან თინათინი იქნება ჩვენი მზეც და მბრძანებელიც. ცხენებს შევამოწმებ, განთიადისას ყველაფერი მეფურად უნდა ბწყინავდეს. ღმერთო მადლობა თინათინი რომ გამეფდება, მას ყოველდღე ვნახავ და მისი ნახვით დავტკბები. უკუდგეს და თაყვანისცეს მეფე მან და მისთას პათა. დალოცეს და მეფე დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით ხვათა. ბუქს აჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა. ქალი ტირს და წრემლსა აფრქვევს, ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა. ამათ ტირს ბაღი ვარდისა წრემლითა აივსებოდა. ნუ ტირი ჩემო ასულო, ყველა მამა შვილმა უნდა შეცვალოს.
დღეიდან შენ ხარ პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე. როგორც მეფე იყავი აუღელვებელი და გონიერი, გახსოვდეს მზე სინათლეს ვარდსაც და ნეხვსაც ერთნაირად ჰპენს. ნუ მოგეწყინება წყალობის გაცემა არც დიდებულთათვის და არც ღარიბთათვის. მეფეთა შიგან სიუხვე ვითედემსალვარ გულია. უხსაკ მორჩილობს ყოველი, იგიცა ვინორ გულია. სმაჭამა დიდად შესარგი, დება რასავარ გულია. რასაცა გასცემ შენია, რას არა დაკარგულია. ჩემი ულამაზესი, როგორ უხდება გვერგვინი მამა? არაბეთის შვილი, ისმინეთ ჩემი სიტყვა. მინდა რომ ეს დღე თქვენს გულებში განსაკუთრებულ დღედ დარჩეს. მეფობა მხოლოდ ტახტი არ არის. მეფობა უდიდესი პასუხისმგებლობა და ხალხზე ზრუნვა. ხედავთ ამ ოქროს და სიმდიდრეს? ეს ყველაფერი თქვენია. არაფერს ვიტოვებ ჩემთვის, რადგან ჩემი ნამდვილი საგანძური თქვენი ერთგულება და სიყვარულია. აიღეთ რაც გსურთ. და ყველა მიცოდეს, ჩემს დროს არაბეთში არავინ დარჩება მშიერი და დაუცველი. აიღე? ესეც? გამომართვი? მადლობა. გაიქცევათ ხო უხვირი, არ დამიჯერა. დაახლოებით შენი ასაკის ვიყავი მეფემ ცხენების მოსაკვანოდ რო გამაგზავნა და თივაში დამხვდა ჩემი ძმა. ვეუბნები ჭამა ხო უნდა ამ ცხენებს. სოგრატ, მეფემ მოიწყინა, უნდა მივიდეთ და გავამხნეოთ. შენთვისაც დაისხი ერთი თუ კაცი ხარ ჩამოველაპარაკოთ მეფეს ვკითხოთ რამ დაასერდიან არ. ბედნიერები ვარ დღეს ყველა რა დროს სევდა. თან დღეს არ მისაუბრია მეფესთან. დიდებულო მეფეო, შენი დუმილი დარბაზში ხალხი ხმაურზე უფრო ხმამაღლა ისმის. ნუ თუ მართლაც სიმართლეს ამბობენ, ხელმწიფეს მაშინ ეწყება შიში, როცა ხედავს რომ ნისოქროს სხვისი ხელები უფრო მსუბუქად გასცემენ ვიდრე თავად. თუ თინათინის სიუხვემ შენი სიმშვიდეც თან გაიყოლა. ოქრო მხოლოდ ლითონია, სოგრატ, მე ის არასდროს მყوارებია. აქამდე თუ ძუნწი გეგონე ძალიან ცდებოდი. მე სხვა რამე მაფორიაქებს. დღეს, როცა ჩემს შვილს ვუყურებდი, დავინახე რომ სამყარო იცვლება. მე ძველი ეპოქის ნამსხურევი ვარ, რომელიც ნელ-ნელა უფერულდება. თინათინი მზეა, მაგრამ მზეს ომი არ შეუძლია. ჩემი საფიქრალი კი ვაჟი მემკვიდრის არ ყოლაა. სამეფოშიც არ მეგულება ჩემი მსგავსი მშვილდოსანი. მხოლოდ ავთანდილს წაადგა ჩემი რჩევები და ისიც მხოლოდ შორიდან თუ და მე მსგავსა. შენ რა გაცინებს, რაინდო? ჩემ ნათქვამში სახალისო რა მოგესმა? მეფეო, ჯერ შემპირდი რომ წყენად არ მიიღებ ჩემს სიტყვებს. არ გამიბრაზდები და არ განრისხდები. ჩემი ნუ შეგეშინდება ავთანდილ. თინათინის თავს გეფიცები არ გაუბრაზდები. შეგიძლია პირდაპირ მითხრა რისი თქმაც გსურს. მე მუდამ შენი ერთგული ვარ, მაგრამ შვილდოსნობაში არა მხოლოდ შენი მსგავსი, არამედ უკეთესიც შეიძლება ვიყო. შეჯიბრებას გთავაზობ, სანაძლეო დავდოთ.
მოწმეებად შენივე ხალხი დავიყენოთ და მათ გადაწყვიტონ ჩვენში რომელია საუკეთესო ისრის მსროლელი. რადგან ჩემთან სანაძლეოს დადება გაბედე, ეზადე რომ წაგებაც რაინდულა დაიტანო. მზად იყავი და გულს ნუ გაიტეხავ თან დილ. ხვალ 12 მონაწა მოგუყვება. უკან გუდიონ და თითოეული ის არის დათვალონ. ნადირობის ბოლოს კი მზე გვეტყვის ვინაჯობა. ისინი მეფეს მისდევენ ჩვენ ავთან დილს. აბა, დავიწყოთ ჩემო კარგო. ჩვენ რა ვქნათ? ასე ხო არ ვიდგებით? 8 კაცი გაყვა. მეტი რა საჭიროა? 12-ვეს დაგვიძახეს და უთხრათ ხო, ამ წამს გამოვედით გეფიცებით ხო? თავები თუ არ დაგვაგდებინა მეფემ სიზარმაცის გამო? არიჩქარო დაუმიზნე. ხედავ ავთან დილ. შენთვის არის შექმნილი. მეძახდით თქვენო უდიდებულესობავ. მამა ჩემის ნახვა მინდა. მეფე როსტევანი სანადირო დააწასული სპასპეტთან ერთად. აბა, რა დაითვალეთ, მოგვიკევით. პირდაპირ გითხრათ? პირდაპირ მითხარი რა ხდება, ნუ ეცდები ჩემ და ზოგوانს ან სიტყვების შელამაზებას. ორივემ კარგადი ნადირეთ, აღარ დარჩა თხეში ნადირი. ზოგი ის არის მიციდან გამოვაძრეთ, მაგრამ 20-ით მეტი აქვს მოკლული. არც ერთი ის არის არ დაუცილებია ავთან დილს. ძალიან გამახარე. ახლა დავისვენოთ. ეს ვინგა? რა უცნაური ვინმეა? ჩემთან მოდი სირბილით. რა გაუჭირდა კითხე და აქეთ მოიპატიჟე. იქაა, ხედავ.
მეგობარო, რა გაგიჭირდა? რა მოგივიდა? წამოდი ჩემთან ერთად, მეფე გელოდება. მოგვიყევი შენი ამბავი, მეფე ყველაფრით დაგეხმარება. გესმის? მეგობარო. მეფეო, საერთოდ არც კი შემომხედა. დალაპარაკება ვცადე, თქვენი სახელით ვუხმე, მაგრამ საერთოდ არ გამცა ხმა. რას ქვია, ხმა არ გაგცა. მაგას ვასწავლი მე. 12 წადი და აქ მომგვარეთ, სასწრაფოდ.